გარეთ ვერ გავდივართ, არადა ხანსად გვიწევს გასვლა, ხანსად. ჩვენც ადამიანები ვართ, 80 წლის დედა მყავს და ვერსად ვერ გადის. ამ პერიოდში სტადიონი ააშენეს. ვერ ხვდები, როცა სოფელში ასეთი ადგილები, ან დაზიანებულ გაფუჭებული გზებია. სტადიონი რა საჭიროა. 22,000 ლარის დახმარება ჰქონდა სოფელს. ადგილობრივებს აინტერესებს, რაში დაიხარჯა ეგ თანხა, ან რატომ არ იხარჯება ასეთი პრობლემური საკითხების მოგვარებაში. როცა ადგილობრივებს წასვლა გვიწევს სამძიმარზე, ქორწილსა თუ სხვა თავშეყრის ადგილებზე, ჩვენ თვითონვე ვყრით ხრეშს, თუმცა უშედეგოდ, სიტუაცია დღითი დღე უარესდება. და თვალის პრობლემა მაქვს, წნევები მაწუხებს. იმ დღეს სასწრაფო მანქანა გამოვიძახე, თუმცა მან ვერ შეძლო შემოსვლა და ვერ მოაღწია ჩვენამდე. ძალიან ცუდად ვარ და ვნერვიულობ, არაფერი არ იცვლება. გარდა როგორ შეიძლება ასეთი რამ, სასწრაფო მოდის და ვერ აღწევს ჩვენამდე. ბავშვები ვერ მიდიან სკოლაში. საპენსიო ასაკში ვართ და ბევრს ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს. ბევრჯერ წავედით მარნეულში, თუმცა არავინ არ გვისმენს.